თვალშიდა ინექციები. თანამედროვე ოფთალმოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მიზნობრივი მკურნალობის მეთოდია. პროცედურა გულისხმობს სპეციალური პრეპარატების შეყვანას უშუალოდ თვალის შიგნით, რათა წამალმა პირდაპირ იმოქმედოს დაავადების კერაზე. რა კვლევებით განისაზღვრება თვალშიდა ინექციების საჭიროება და რას თავაზობენ პაციენტებს ნიუ ჰოსპიტალში? ამაზე მე ვერაფერს ბევრს ვერ გეტყვით, მაგრამ ამისთვის ყავს სტუმარი, რომელიც ჩამოგვიერთდა სტუდიაში ოფთალმოლოგი ექიმი მირიან მაკრახიძეების კეთილდღე. მადლობა რომ ხართ. ალბათ თავიდან ამაზე ვისაუბროთ თვალშიდა ინექცია. თვალშიდა ინექცია, ანუ იგივე ინტრავიტრიალური ინექცია წარმოადგენს ერთ-ერთ ოფთალმოლოგიურ პროცედურას, რომლის დროსაც ტარდება უშუალოდ მედიკამენტის შეყვანა თვალის შიგნით, მინისებრ სხეულში, ბადურასთან. ეს ამ ტიპის მკურნალობა ტარდება ბადურის დაავადებების დროს, როდესაც ბადურა მოგეხსენებათ ყველაზე ღრმად მდებარე შრიარის თვალის კაკალში და ამის გამო რომელიმე ტიპის აბებით მკურნალობა ან წვეთების საშუალებით თვალის მკურნალობა არ გვაძლევს ისეთ ეფექტს და ისეთ შედეგს, რომელსაც ველოდებით. ამიტომ ასეთ დროს მივმართავთ ხოლმე ინტრავიტრიალურ თვალშიდა ინექციას. ცოტა ისე ჟღერს თითქოს თვალში. ცოტა საშიშად ჟღერს, მაგრამ მე მივეჩვე იმას, რომ მე ამას რო ხსნით ხოლმე, იმდენად საშიშად აღარ გამოიყურებათ. ახსნათ როგორ გამოიყურებათ, რა პროცედურაა და რა დაავადებები ახსენეთ? რასაც შეგვიძლია რა დაავადებების დროს წვეთები ვერ შეძლებს. რა დაავადებებზე ვსაუბრობთ? ძალიან მოკლედ გეტყვით თვითონ манипуляციის შესახებ, რომ ეს არის საკმაოდ ხანმოკლე манипуляცია და აბსოლუტურად უმტკივნეულო. უკვე მომწონს. მაგრამ ვინაიდან თვალშიდა манипуляცია არის, ეს манипуляცია აუცილებლად სტერილურ გარემოში უნდა ჩატარდეს, რომ თავი დავიცვათ ბაქტერიული ინფექციური გართულებებისაგან. ინექციამდე პაციენტს უტარდება ადგილობრივი ანესთეზია წვეთების საშუალებით, რომ თვალის კაკლის ზედაპირის გაუტკივარება მოხდეს. პაციენტი აბსოლუტურად ტკივილს არ განიცდის, ოდნავ შეიძლება თვალის კაკალზე ზეწოლა ან მცირედი დისკომფორტი იყოს, ფიზიკური მხოლოდ და რამდენიმე წამით გრძელდება სულ. ინექციის შემდგომ, როგორც წესი, პაციენტს რამდენიმე დღით უწევს ანტიბიოტიკის ჩაწვეთება, ისევ და ისევ პრევენციის მიზნით, რომ ინფექცია არ განვითარდეს. ახლა შეეხება დაავადებებს. საკმაოდ მრავალფეროვანი და ცოტა არ იყოს რთულად მიმდინარე დაავადებების დროს გვიწევს ამ ტიპის მკურნალობის ჩატარება, ვინაიდან ბადურა უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს მხედველობის აქტში. ეს დაავადებები არის პირველი ყოვლისა ასაკობრივი მაკულოპათია, სველი ფორმა. ასაკობრივი მაკულოპათია წარმოადგენს სიბრმავის წამყვან მიზეზს დღესდღეობით მთელ მსოფლიოში. ამიტომ ძალიან დიდი რაოდენობა არის ამ დაავადებით პაციენტები. მეორე არც თუ ისე ნაკლებად გავრცელებული ეს არის დიაბეტური რეტინოპათია, რომელსაც თან ახლავს მაკულის, ანუ ბადურის ცენტრალური ნაწილის შეშუპება, ასევე ბადურის სისხლძარღვოვანი ოკლუზიები, თრომბოზები, რომელიც გამოვლინდება მაკულარული შეშუპებით და ასევე ზოგიერთ შემთხვევაში ნეოვასკულარული გლაუკომაც, რომელიც გულისხმობს თვალშიდა წნევის მატებას. ასეთ დროსაც ზოგიერთ შემთხვევაში მივმართავთ თვალშიდა ინექციებით. ამ დაავადებებს აქვთ თუ არა ასაკი და ზოგადად ვინ შეიძლება მოვიაზროთ, გასაგები ალბათ დიაბეტის მქონე ადამიანები, ასევე სხვა რისკ ჯგუფები ვინ შეიძლება? ასაკობრივი ზღვარი არსებობს ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში, როგორც აღნიშნეთ, მაგალითად ასაკობრივი მაკულოპათიის დროს ძირითადად პაციენტებს გამოუვლინდებათ ამ ტიპის დაზიანებები 60-65 წლის ასაკის შემდგომ. ასაკობრივი დიაპაზონი ნაკლებად არის მაგალითად დიაბეტური რეტინოპათიების შემთხვევაში, იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრი ახალგაზრდა პაციენტი ყავს დიაბეტური მაკულოპათიებით და მაკულის შეშუპებით. ეს უფრო დამოკიდებული არის დიაბეტის ხანდაზმულობაზე, რა სიმძიმით მიმდინარეობს, რამდენად უვლის პაციენტი დიაბეტს და მკურნალობა ამ კუთხით როგორ წარიმართება. იცით, ჩვენნაირი დილეტანტები, რომლებიც ერთ სიმპტომს შეიძლება 10 დაავადებას მივაწერდეთ, ყოველთვის ვიბნევით ხოლმე. ალბათ და ეს თვითდიაგნოსტიკაც გვახასიათებს თან პაციენტებს ხშირად და აქ შეცდომებს უშვებთ. ეს რომ არ მოხდეს, მინდა გთხოვოთ დიფერენცირებაში დაგვეხმაროთ, ანუ რა ნიშნები არის ის, როცა ხვდებით, რომ დაახლოებით იმას ვსაუბრობთ, რასაც ახლა თქვენ საუბრობთ. ბადურის პრობლემა, ბადურის პრობლემა, რუჟიდა ინექცია გჭირდება. ვინაიდან ეს პრობლემა ლოკალიზდება და მოიცავს ცენტრალურ ნაწილს, ამ შემთხვევაში პაციენტი აღნიშნავს უპირველეს ყოვლისა მხედველობის დაქვეითებას, თანაც მნიშვნელოვან დაქვეითებას. პაციენტებს უჭირს საგნების გარჩევა,
წერა, კითხვა. ანუ ახლო შოური მხედველობას როგორ ეხება ეს ორივე დისტანცია შეიძლება მნიშვნელოვნად დაქვეითდეს. ამ შემთხვევაში ესეთი განსაზღვრება არ არის. ასაკობრივ პრობლემას რომ მხედველობას უნარი გვეცვლება, ანუ შეიძლება რამე განმასხვავებელი იყოს, რომ უშუალოდ რაღაც პათოლოგიასთან გვაქვს საქმე და არა კონკრეტულად ასაკობრივ. არის გარკვეული ნიშნები, მაგალითად პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ აი ცენტრალური ვენის თრომბოზი, სისხლძარღვოვანი ოკლუზიის შედეგად, ასე დროს პაციენტები აღნიშნავენ უეცრად მხედველობის დაქვეითებას. რამდენიმე წამში პაციენტმა დაკარგა მხედველობა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ აქ არა სათვალის პრობლემა არის, არამედ უფრო სერიოზული და ბადურაზე არსებული პრობლემა შეიძლება იყოს. მიუჰოსპიტალში შესაძლებლობებსაც შევეხოთ და კვლევებსაც შევეხოთ, რა არის ის, რას მოიცავს დიაგნოსტიკა იმისთვის, რომ მივხვდეთ, რამდენად გვაქვს ბადურის პრობლემები და რამდენად არის საჭირო მკურნალობის ეს მეთოდიკა რაზეცაა. მას შემდეგ, რაც ოფთალმოლოგი გააფართოვებს გუგას და ბიომიკროსკოპის საშუალებით ბადურის შეფასებას შეძლებს, იქ არსებული ნებისმიერი მცირედი ესეთი ცვლილებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ოფთალმოლოგმა მიზანშეწონილად ჩათვალოს, გააღრმავოს ინსტრუმენტული კვლევა და დანიშნოს ტომოგრაფია ბადურის, რასაც ეწოდება ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია. ჩვენს კლინიკაში გამოიყენება უახლოესი თაობის ტოპკონის თანამედროვე ტომოგრაფიის აპარატი და აი ამ ტომოგრაფიის პასუხის და სურათის საფუძველზე, რომელიც გვაძლევს ბადურის შრეობრივ აგებულებას და გვიჩვენებს იმ ნაწილს, რომელიც თვალით ჩვენთვის მიკროსკოპის საშუალებით ხილული არ არის, ამის შემდგომ უკვე მკურნალი ოფთალმოლოგი ნიშნავს და გეგმავს ინტრავიტრიალურ ინექციებს. რა რაოდენობის ინექცია ჩატარდება, რა სიხშირით ჩატარდება, ეს უშუალოდ ინდივიდუალური, ამას უშუალოდ ოფთალმოლოგი თავად გადაწყვეტს. ყოველთვის ამას ალბათ ხაზი უნდა გაუსვათ, ხოლმე მირიან რამდენად მნიშვნელოვანი არის და რა შედეგამდე მიგვიყვანს არადროული ჩარევა. ანუ რამდენად შეიძლება ეს პრობლემები გახდეს სიბრმავის მიზეზი, ანუ რამდენად ძიმე შეიძლება იყოს შედეგი უყურადღებობის და სტატისტიკაც საინტერესოა ამ თვალსაზრისით როგორი გვაქვს თქვენი გამოსწრებით პრაქტიკით, აი რამდენად ყურადღებიანები ვართ მაგ ნაწილში და სამწუხაროდ ბადურის ამ ტიპის დაზიანებებმა, რაზეც ჩვენ ზემოთ გქონდა საუბარი, მისმა არადროულმა მკურნალობამ და მენეჯმენტმა შეიძლება პაციენტის სრულ სიბრმავემდე მიიყვანოს და ამის შემდგომ უკვე ვთქვათ რთულდება შემდგომი ვთქვათ მკურნალობის არჩევა და მხედველობის გაუმჯობესება. ეს დაახლოებით რა დროში გამესწრო დაავადებას გააჩნია ალბათ, მაგრამ ეს პროგრესირება ამ სამწუხაროდ ეს დაავადებები არის პროგრესირებადი დაავადებები. შესაბამისად, მხედველობა თანდათანობით უარესდება. რაც უფრო დროულად მოხდება ჩვენი მხრიდან მკურნალობის დაგეგმა და ადეკვატური მენეჯმენტი, შესაბამისად აისახება მხედველობის შემდგომ პოსტინექციურად მხედველობის სიმახვილეზე და მის გაუმჯობესებას. და ისევ პროცედურაზე გკითხავთ და ისევ ჰოსპიტალსის შესაძლებლობებზე, რას თავაზობს ამ კუთხით, მკურნალობის კუთხით, იმიტომ რომ იგივე ამ პროცედურებში ის რომ შედეგი იყოს გარანტირებული პაციენტისთვის, რას აქვს სამყარო მნიშვნელობა? აი ამ ტიპის დაავადებების დროს ჩვენს კლინიკაში და მთელს განვითარებულ მსოფლიოშიც პაციენტებს უტარდებათ ინტრავიტრიალური ინექციები. ეს ინექციები არის ანტი-VEGF თერაპია, რაც გვაძლევს იმას, რომ ახლად წარმოქმნილი არაჯანსაღი მყიფე კედლის მქონე სისხლძარღვის უკუ განვითარება ხდება, ბადურაში ასე ვთქვათ არსებული სითხის უკუ გაწოვა ხდება, შესაბამისად მცირდება შეშუპება და ამ კუთხით მხედველობა უმჯობესდება. როდესაც ვთქვათ ძალიან რთულ მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, შესაძლებელია კომბინაციაში ანტი-VEGF თერაპიასთან ერთად ჩართული იყოს სტეროიდებით ინტრავიტრიალური ინექციების ასე ვთქვათ შეთავაზება პაციენტისათვის, რომელიც ამცირებს ანთებით პროცესს და უზრუნველყოფს სითხის რა დროს მოითხოვს მკურნალობა და რამდენი პროცედურას ვთქვათ ეს რაღაც კურსია ჩასატარებელი, როდის დგება შედეგი თუ მერე განმეორებითად ისევ არის საჭირო? პროცედურის სიხშირე და ხანგრძლივობა არის ძალიან ინდივიდუალური, ამასაც რა თქმა უნდა ოფთალმოლოგი თავად წყვეტს. როგორც წესი, ინექციებს შორის ინტერვალი არის 1 თვე, ყოველთვიურად პაციენტს უწევს ინექციების ჩატარება. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე პაციენტს შესაძლებელია დაჭირდეს 2-3 ან მეტი ინექციის ჩატარება. ეს ამბულატორიული ქმედება და არ არის სტაციონარული. დიახ, ამბულატორიული ქმედება არის. ანუ იმდენად მარტივია და რამდენიმე წუთში გავა. მე ერთი კითხვა მაქვს, რამდენად თანამედროვე მეთოდზე ვსაუბრობთ ეხლა? ეს რამდენად თანამედროვეა ერთი, რამდენად პოპულარულია დანარჩენ მსოფლიოში? ანუ ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ აი ამ მეთოდიკით მუშაობით მივსდევთ თანამედროვე ტენდენციებს? ეს არის ის ერთადერთი ალტერნატივა
ალტერნატივა და ერთადერთი შესაძლებლობა, როდესაც ამ ტიპის დაავადებების დროს გვაქვს საშუალება რომ პაციენტს უმკურნალოთ. სხვა ალტერნატივა სამწუხაროდ არ გვაქვს, არ არსებობს. ეფექტურობაზე და როდესაც დროულად ხდება ჩარევა და სწრაფად, ეფექტურობა ძალიან მაღალი არის. და ალბათ რეკომენდაციებზე საუბრით უნდა დავასრულოთ, რომ არ მივიდეთ პრობლემამდე, მანამდე რა წესების დაცვაა საჭირო იმისთვის, რომ გაუფრთხილდეთ ჩვენს მხედველობას. დიახ, ასაკოვანი პაციენტები 60-65 წლის ასაკის შემდგომ, პაციენტები, რომელთაც აღენიშნება დიაბეტი და განსაკუთრებით პაციენტებს, რომელთაც აქვს დიაბეტი 10 და მეტი წელი, ისინი აუცილებლად უნდა იმყოფებოდნენ ოფთალმოლოგის დაკვირვების ქვეშ წელიწადში ერთხელ, თუნდაც მათ არანაირი ოფთალმოლოგიური ჩივილი არ გააჩნდეთ, აუცილებლად ოფთალმოლოგის კონსულტაცია. ერთსაც გითხოთ ბოლოსკენ ჩვენი მაყურებლებისთვის საყურადღებო და ჩემთვისაც ასაკზე გარკვეულწილად ვილაპარაკეთ და მინდა რომ ბოლოს თქვა ეს მეთოდიკა ასაკს იცნობს, შეიძლება ბავშვებშიც იგივენერად გამოვიყენოთ და ხანდაზმულებშიც დაუშვათ. ადრესატები როგორ განისაზღვრება? კი, სამწუხაროდ ბავშვებშიც გვიწევს ინექციების ჩატარება, არსებობს ესეთი დაავადება დღენაკლთა რეტინოპათია, როდესაც რამდენიმე თვის ბავშვსაც კი შეიძლება ჩაუტარდეს თვალში და ინექცია. თუმცა ეს უსაფრთხოა ისევე აბსოლუტურად უმტკივნეულოა. ძალიან დიდი ისე მოგიყვებიან გეუბნები. ბევრმა არ იცოდა ამ პროცედურების და ამ მეთოდიკის შესახებ და მადლობა რომ მოგვეცით მას. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. საუკეთესო. თქვენ უნდა დაგემშვიდობოთ და თქვენ ერთად ჩვენს მაყურებელსაც უნდა დავემშვიდობოთ.